ის ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი, მე მისი წამყვანი თაისი ბუშვილი გახლავართ. ჩვენ ვიწყებთ ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს საუბარს პროფესიული განათლების ირგვლივ. და დღეს მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი, როდესაც 2 წლის წინ ამ გადაცემას ვიწყებდით, მახსოვს მკითხეს, რომ თუ პროფესიულ განათლებაში შემდენი სიახლეაო, რომ ესე ყოველკვირეული გადაცემა მიუძღვნაო და ყოველკვირა ისაუბრო რაღაც სიახლეებზეო და ნამდვილად ბევრი სიახლეა ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენმა გადაცემებმა ეს ნამდვილად ცხადყო, რადგან ყოველ ოთხშაბათს არაერთ საინტერესო ინფორმაციას გაწვდიდით და მოგაწვდით კიდევ მომავალში. და ამ სიახლეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ ახალი კოლეჯების დაფუძნება, პარტნიორები, დამსაქმებლები ხომ და ორგანიზაციებით. სწორედ დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ახალ ორგანიზაციაზე, Skill Up Network-ზე, რომელიც ბიზნესზე ორიენტირებულ განათლებას თავაზობს. საქართველოში ვის თავაზობს და რა ტიპის შეთავაზებები აქვს, სწორედ ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ირინა წეროძე ისაუბრებს და მასთან ერთად განათლების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სამხარაძე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დატვირთული კვირის რეჟიმში 4 შაბათს საღამოს ჩვენთან მოსვლისთვის. კალბატონი თამარი ჩვენთან უკვე მეორედ არის და ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი იყო, ამიტომ განსაკუთრებით მახსოვს ეს გადაცემა. მადლობა კიდევ ერთხელ და მოდით ირინა, თქვენით დავიწყოთ. თქვენ ხართ თანადამფუძნებელი ამ ორგანიზაციის და იდეა როდის გაჩნდა, ეს სტანდარტული კითხვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იდეა უკავშირდება ხოლმე იმ მომავალს, რაც უნდა შემდეგ ორგანიზაციამ განავითაროს. მოდით იდეით დავიწყოთ თავდაპირველად. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი პლატფორმის გამოყენება იმისთვის, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია სწორედ ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის შესახებ, Skills Up Network-ი. ეს გახლავთ ბიზნესზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ქსელი და თქვენი კითხვის პასუხად საიდან გაჩნდა ეს იდეა, მე შემიძლია მოვყვე, ასე ვთქვათ, ჩვენი გამოცდილების საფუძველზე გაჩნდა ეს იდეა და სწორედ ამ გამოცდილებაზე შემიძლია ვისაუბრო. მე და თამარს გვაქვს საჯარო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, შემდგომ მე გადავედი უკვე საერთაშორისო ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ისევ პროფესიული განათლების სექტორში მოვაწეობდით და თუ კი საჯარო სექტორიდან ჩვენი, ასე ვთქვათ, ხედვა გულისხმობდა იმას, რომ ყოველთვის ვიცოდით, რომ კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით უნდა განვითარებულიყო პროფესიული განათლების რეფორმა და სწორედ იმ პერსპექტივიდან ვცდილობდით კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას, უკვე საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩემი მოღვაწეობის დროს ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად განსხვავებული მოდალობა, როდესაც პროგრამა, რომელშიც ვმუშაობდი, გულისხმობდა კერძო სექტორის სტიმულირებას, ფასილიტაციას, რომ ის ჩართულიყო განათლების სერვისების შექმნისა და მიწოდების პროცესში. ეს გახლდათ USAID-ის ერთ-ერთი პროგრამა, რომლის მთავარი მექანიზმი იყო საგრანტო სქემა, სწორედ გრანტების საშუალებით უნდა მომხდარიყო კერძო სექტორის ფასილიტაცია, მაგრამ ეს გრანტები მოითხოვდა თანადაფინანსებას, სწორედ ბიზნესებიდან, ანუ ერთ-ერთთან დაფინანსება, იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ბიუჯეტი და საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, სტუმრები ხშირად ყავდა 13 მილიონი ამერიკული დოლარი იყო საერთო ბიუჯეტი გრანტების და ახლობით USAID-ის დახურვამდე ჩვენ მოვახერხეთ 12 მილიონი დოლარის გაცემა გრანტების სახით და შემიძლია შედეგებიც მოგახსენოთ, 29 ახალი ლოკაცია განვითარდა სწორედ ამ საგრანტო ინიციატივებით საქართველოს მასშტაბით, სადაც ახლა შესაძლებელია უკვე პროფესიული განათლების მიღება, რომელიც არის ბიზნესის მიერ სტიმულირებული, ასევე შეიქმნა დაახლოებით 200-ზე მეტი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა და სასერტიფიკატო პროგრამა უფრო სწორედ, ასევე გადამზადდა 6000-ზე მეტი სტუდენტი და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ აი ამ საგრანტო სქემის საფუძველზე ძალიან ასე ვთქვათ, შეფასების
პროცესში ვითვალისწინებდით მდგრადობის კომპონენტს, რომ სწორედ კერძო ბიზნესიდან დასტიმულირებული ეს ახალი სატრენინგო ცენტრები და აკადემიები ყოფილიყო მათი მდგრადი გადაწყვეტილება ყოფილიყო ამ აკადემიების გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დონორის გასვლის შემდეგ ჩვენ გვცოდნოდა, რომ აუცილებლად ეს პროექტები გაგრძელდება და მე ძალიან მიამაყება ის, რომ დღეს ყველა მათგანი აგრძელებს ფუნქციონირებას და ყველა მათგანი იღებს სტუდენტებს, ასე რომ საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქეს და თქვენ მსმენელებს მინდა ვუთხრა, რომ არსებობს ძალიან ბევრი ახალი აკადემია, როგორიც გახლავთ მაგალითად გორგიას აკადემია, პოსტრედის აკადემია, სადაც თქვენ ნახავთ და შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიიღოთ უახლესი, ასე ვთქვათ, შეიძინოთ პროფესიები უახლესი, თანამედროვე პროფესიები, რომელიც ახალგაზრდებისთვის ძალიან მოთხოვნადია და არა მხოლოდ ტრადიციული პროფესიები, სწორედ ყველაფერი ამ პროექტის დამსახურებით განხორციელდა. შესაბამისად, ჩვენ დავინახეთ, რომ სწორედ ამ სტიმულაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ფინანსური, ასე ვთქვათ, სტიმულაცია, ჩვენ დავინახეთ მზაობა, რომ თანაინვესტირებაში მოყვებოდა კერძო სექტორი და საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ მთლიანი საგრანტო სქემის ფარგლებში მიღებული განაცხადების შევაფასეთ, ვნახეთ, რომ კერძო სექტორი მზად იყო 100 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელებინა უნარების განვითარების სისტემაში. ანუ ეს მზაობა იყო აბსოლუტურად უპრეცედენტო, იმიტომ რომ ამხელა ინვესტიცია კერძო ბიზნესის მხრიდან უნარების განვითარებაში ნამდვილად იყო აქამდე არ იყო, ასე ვთქვათ, ცნობილი და გაჟღერებული, მაგრამ რადგან ამ თემას შეხედა ეს თემა უფრო მინდა ვრცლად გავშალოთ და სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა და რეკლამის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბროთ, დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ ეთერში დავბრუნდებით. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბოშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. New Hospitals's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospitalsში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitalsი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. შენი თმა, შენი ისტორიის ნაწილია. ძნელია შეელიო იმას, რაც შენია. შეგიძლია დაიბრუნო ის, რაც დაკარგე. დეამედი, თმის აღდგენის ხელოვნება. შექმენი შენი ახალი ისტორია. პროფესორ დეა პაპასკირთან ერთად. ბერბუგის 8. ტელეფონი 591 50 90 90. უნიკალური შანსი საქართველოში ნომერ პირველი ესთეტიკის სასწავლო ცენტრ ლოტუსისგან. მათ ვინც იმერეთსა და აჭარის რეგიონში ცხოვრობთ, გსურთ დაეუფლოთ ლაზეროთერაპევტის პროფესიას და ვერ ახერხებთ სასწავლებლად დედაქალაქში ჩამოსვლას, ლოტუსი გაძლევთ უნიკალურ შანსს. სულ რაღაც 2 კვირაში თქვენსავე რეგიონში შეისწავლოთ მოთხოვნადი პროფესია. მიიღოთ ISO ხარისხის სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი და დასაქმდეთ მარტივად. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 0322 9383. ლოტუსი, ჩვენ ვსრდით პროფესიონალებს. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი. უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი Zabi. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი.
გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. იამალუბის პრემიუმ ხარისხის ზეთების შეძენა უკვე ხელმისაწვდომია Yamaha showroom-ში. მაღალი წნევის და ტემპერატურისადმი გამძლე. იდეალურია ქუჩისთვის, ტრეკისთვის თუ ოფროუდისთვის. ეწვია Yamaha showroom-ს. დავით აღმაშენებლის 116 ან დაგვირეკეთ 2511. გაუფრთხილდი ზრავს, იმგზავრე მშვიდად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმრები არიან Skills Up Network-ის თანადამფუძნებელი ირინა წეროძე და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სამხარაძე. ირინა, ბიზნესის ჩართულობაზე ვსაუბრობდით წეღან და სარეკლამო წრის გამო გაგვიწყდა საუბარი. მოდით დაასრულებთ თქვენი აზრის. იმის თქმა მინდოდა, რომ სწორედ ამ პროგრამის შედეგების საფუძველზე, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ პარტნიორობა მაგალითად განხორციელდა 60 წამყვან ბიზნეს სუბიექტთან, სადაც ასევე ჩართულები იყვნენ საგანმანათლებლო ინსტიტუციები, ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეულ საგანმანათლებლო სერვისებზე და მათ შექმნაზე ბიზნესი, ასე ვთქვათ, მოტივირებულია და მას უნდა რომ თავისი პრობლემას კვალიფიციური სამუშაო ძალის გადაჭრას თვითონვე მაგალითად ან დამოუკიდებლად, ან მაგალითად იპარტნიოროს რომელიმე სასწავლებელთან და მას ჰქონდეს ეს პასუხისმგებლობა თავისი კადრების და ასევე სექტორისთვის კადრების მომზადებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს გახდა ჩვენი მასტიმულირებელი, რომ გვეფიქრა იმაზე, რომ ბიზნესი, რომელიც ძირითადად არაფორმალურ სივრცეში, არაფორმალურ განათლებაში ავითარებს თავის საგანმანათლებლო სერვისებს, ქვეყანაში მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ანუ რომ გადახედავთ ახლა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ასაქმებს საკმაოდ დიდი რაოდენობის კადრებს, მათ ყველას აქვს თავისი შიდა ტრენინგ ცენტრები. თუმცა ეს კომპანიები არ ერთიანდებიან არანაირად რაიმე ორგანიზაციის ქვეშ, რაიმე ასოციაციის ქვეშ. ანუ ერთიანი პლატფორმა მათთვის იმისთვის, რომ მაგალითად რომელიმე, ასე ვთქვათ, კოლგა ორგანიზაცია მიმუშაოს მათთან ერთად სხვადასხვა საერთო ან სექტორულ პრობლემატიკაზე, ან საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე. ანუ ესეთი ორგანიზაცია არ არსებობს. შესაბამისად, აი ამ არაფორმალურ სივრცეში ბიზნესის მიერ გაწეული საგანმანათლებლო სერვისების შეკვრისათვის, ხარისხის გაუმჯობესებისათვის, ერთიანი ინსტიტუციური ჩარჩოსთვის დაფუძნდა სწორედ Skills Up Network-ი. ანუ ეს არის პლატფორმა, რომელშიც ერთიანდებიან ის ბიზნესები, რომლებსაც დღეს აქვთ მაგალითად საგანმანათლებლო სერვისები, ტრენინგ ცენტრები, აკადემიები, ან თუნდაც მომავალში ფიქრობენ გახსნან ასეთი ტიპის ინსტიტუციები თავისი კოლგის ქვეშ. ჩვენი ორგანიზაცია გარდა ამ პლატფორმისა, რომელიც გააერთიანებს ადვოკატირებაზე იმუშავებს თუ ხარისხის გაუმჯობესებაზე იმუშავებს და ზოგადად განათლების მენეჯმენტის უზრუნველყოფის სერვისსაც მიაწვდის, მათ არის ჩვენთვის მთავარი ერთ-ერთი ამოცანა და მისია. იმიტომ რომ განათლების მენეჯმენტს, ანუ კიდევ ცალკე პროფესიონალთა გუნდი ჭირდება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სწორედ Skills Up-ის გუნდით და აქვე მინდა დავასახელო ჩვენი გუნდი, რომელიც არის საკმაოდ მრავალფეროვანი, თანადამფუძნებელი ქალბატონი ნელი რევაზიშვილი, თამარი, იურისტების გუნდი, საერთაშორისო პარტნიორობაზე მომუშავე ადამიანი და ასე შემდეგ. ანუ ეს იქნება როგორც ერთიანი სერვისები, რომელსაც Skills Up Network-ი მიაწვდის, ძირითადი სერვისები, რომელსაც Skills Up Network-ი მიაწვდის პლატფორმის წევრებს, მაგრამ ასევე ჩვენ აუცილებლად გვექნება სერვის პაკეტები, რომელიც იქნება მორგებული თითოეული კომპანიის საჭიროებაზე თუ რა იქნება მათი საჭიროება. რა თქმა უნდა, რასაც წინ აუცილებლად უძღვის საჭიროებების შეფასება თითოეული კომპანიის, მათი სტრატეგიების გაგება, მათი მიზნების, ამოცანების გაგება და ამის შემდეგ უკვე განათლების გუნდი, ჩვენი პროფესიონალთა გუნდი განავითარებს იმ ბიზნეს მოდელებს მათთან ერთად, რომელიც იქნება მათთვის, ასე ვთქვათ, მომგებიანი. ეს არის ჩვენი ამოცანა და მისია, რომელიც ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განხორციელებადია, თუ კი გავითვალისწინებთ ამ იდეის მიმღებლობას, რომელიც ჩვენ მოვსინჯეთ სხვადასხვა ბიზნესებთან. აქვე მინდა ვთქვა, სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენს ბორდში შემოდის Tegeta Motors-ი და შვეიცარიული აგრარული სკოლა, რომელიც დმანისში მდებარეობს, ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს კომპანიის მიერ დაფუძნებული და ასევე შემოგვიერთდნენ უკვე სხვადასხვა კომპანიები, ვაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიას, ასე ვთქვათ, მოზიდვის კამპანიას და აბსოლუტურად ღია ვართ, კარი ღია არის ყველა ბიზნესისთვის, რომელიც დაინტერესდება. კი, აუცილებლად კითხავთ თქვენ
ახსენეთ ორგანიზაციები და მათ შესახებ უფრო დეტალურად. შემდგომ ახლა თამართან მინდა გადავინაცვლო შეკითხვით. თამარა, ირინა მახსენა განათლების მენეჯმენტის სერვისები და თქვენ სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობთ, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ბრძანდებით და მოდით თქვენ უფრო დეტალურად ჩაგვიშალეთ, რას გულისხმობს ეს სერვისები, რა სერვისები ჭირდება ბიზნესს და უფრო გასაგები რო იყოს ბიზნესისთვის, ასე ჩამოვყვეთ, როდის შეიძლება მოგმართოთ მე როგორც ბიზნესმა. გისმენთ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. როგორც ირინა აღნიშნა, ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის, ასე ვთქვათ, განათლების ან უნარების ირგვლივ გააერთიანოს ბიზნეს სექტორი. უფრო მეტიც, ასე ვთქვათ, ბიზნეს სექტორის მხრიდან იყოს ინიცირებული ეს თანამშრომლობა და პროექტები, რომლის განხორციელებასაც ჩვენ გეგმავთ და ჩვენ ვიყოთ მხარდამჭერები და დამხმარეები ამ პროცესში. ანუ ეს არის მთელი იდეა ამ ორგანიზაციის და მისი ძირითადი პრინციპი არის კოლაბორაცია, ურთიერთთანამშრომლობა, რესურსების, ინიციატივების გაზიარება და ერთგვარი სინერგიით, ვთქვათ, უკეთესი შედეგების მიღწევა. როგორც უკვე აღინიშნა, დღეს ყველა მსხვილ და განვითარებულ ბიზნესს აქვს საგანმანათლებლო სერვისები. ძირითადად ცხადია ეს ბიზნესები არაფორმალური განათლების სექტორში საქმიანობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ მხარდაჭერა. ძალიან ხშირად არაფორმალური განათლება იმის გამო, რომ ფორმალური განათლება მაინც უფრო მეტად ერთგვარად ხისტი ჩარჩოების ფარგლებში ექცევა, არაფორმალური განათლება ძალიან ხშირად განიხილება ხოლმე როგორც სრულად დერეგულირებული სფერო. ეს რეალურადაც ესეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ სჭირდება შიდა ხარისხის უზრუნველყოფა, გარკვეული ციკლურობა, გარკვეული თანმიმდევრობა, გარკვეული, ვთქვათ, საკითხების რეგულირება ორგანიზაციის შიგნით იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის შედეგი იყოს მიღწეული. და დღეს ის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ შიდა ტრენინგ ცენტრები, რაც მათთვის თავის დროზე იძულებითი საქმიანობის დაწყება იყო, რა ღია შრომის ბაზარზე, ვთქვათ, ვერ შეძლეს შესაბამისი კადრების მოძიება, დღეს, ვთქვათ, უჩივიან გარკვეული რესურსების ნაკლებობას და გარკვეული ექსპერტიზის ნაკლებობას და ეს ექსპერტიზა ძირითადად საგანმანათლებლო მხარეს არის, ასე ვთქვათ, რაც მათ სჭირდებათ, ხო? იმიტომ რომ მათი ძლიერი მხარე რა არის, ვთქვათ, ეს სექტორული ცოდნა, ექსპერტიზა, პრაქტიკული საქმიანობა, ის ყოველდღიური რუტინა, ოპერაციები, რაც ამა თუ იმ საწარმოსა თუ კერძო კომპანიაში მიმდინარეობს, მაგრამ განათლების მხარე, რომელიც როგორც ირინა აღნიშნა, ასე ვთქვათ, კიდევ თავის ცოდნას და ექსპერტიზას მოითხოვს და მხოლოდ ტრენინგ ცენტრის შექმნა, ან შექმნის სურვილი არ არის საკმარისი, რომ მაღალი ხარისხით ეს საქმე გაკეთდეს, თუნდაც არაფორმალური განათლების მიწოდება მოითხოვს საკმაოდ საფუძვლიან ცოდნას, თანმიმდევრულობას, ლოგიკურობას და ამ კუთხით დღეს კერძო კომპანიებს ნამდვილად აქვთ მხარდაჭერის საჭიროება. და სწორედ ის პროგრამა, რომელშიც ირინა მუშაობდა და რომელიც მხარს უჭერდა, ასე ვთქვათ, უნარების ეკოსისტემის გაძლიერებას, მისდათ ისახევდა კერძო კომპანიების ბაზაზე ამ ტიპის, ასე ვთქვათ, სერვისების განვითარებას. და ამ პროცესშიც გამოჩნდა, როგორც აღინიშნა, რომ კერძო სექტორის მოტივაცია და თუნდაც სურვილი, რომ გახდეს არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, მონაწილე ამ პროცესის, არამედ კონტრიბუტორიც ამ პროცესებში, აი ეს მოტივაცია არის საკმაოდ მაღალი. და ვფიქრობთ, რომ არ უნდა განელდეს ეს პროცესი არანაირად პირიქით, უნდა გაგრძელდეს, მხარდაჭერილი უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ ამ ინიციატივას ექნება დონორული მხარდაჭერაც მათ შორის და ამ კუთხითაც იაქტიურებს კერძო სექტორი დარწმუნებული ვარ, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ საგანმანათლებლო სერვისებს, ეს არის კონსულტირება, ეს არის, ვთქვათ, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების გამართვა და მხარდაჭერა ამ კუთხით, სურვილის შემთხვევაში ამ კურსების და პროგრამების ფორმალიზების მხარდაჭერა და სახელმწიფო სერტიფიცირების პროცესის მხარდაჭერა კომპანიებში, ამას გარდა, ვთქვათ, კვალიფიციური ინსტრუქტორების შერჩევის, მათი ტრეინინგის, მათი პედაგოგიური უნარების
პროცესების გაძლიერების, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, მონიტორინგის, განხორციელების ნაწილში, სწავლების მიმართულებით, თქვათ, მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ნაწილში ძალიან ბევრია, თქვათ, სპექტრი, ასე ვთქვათ, ძალიან ფართოა თემატიკისა და სერვისებისა, რაც შეიძლება აი ამ ტიპის პლატფორმამ, თანამშრომლობის პლატფორმამ კერძო კომპანიებს შესთავაზოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოყენებაც მოხდება სათანადოდ. დიდი მადლობა. თქვენ ახლა ძალიან ბევრი სერვისი ჩამოთვალეთ და დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ეს კერძო კომპანიებისთვის. და მოდით გუნდზეც ვისაუბროთ, გუნდი, რომელიც ამ სერვისებს თავაზობს, ძალიან საინტერესოა. ირინა წეროძე და თამარ სამხარაძე პროფესიულ განათლებაში ეს სახელები და გვარები მგონი ყველა მიცის თამამად შეგვიძლია ვთქვა და პატარა ქვეყანა და შესაბამისად ეს სფეროც მხოლოდ ამის გამო. ნამდვილად პროფესიონალი გუნდი ხართ, მე რასაც გიყურებთ, მაგრამ მოდით თქვენს იქით რა ხდება ამაზეც რომ 1-2 სიტყვა გითხრათ, გისმენთ ირინა. კი ბატონო, ანუ ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ, ასე ვთქვათ, ძირითადი გუნდი შეკრული, რომელიც საკმაოდ ისეთი დივერსიფიცირებულია. ნელის კომპეტენცია, მაგალითად, ჩემი გამოცდილება კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების საკითხში, თამარის კომპეტენცია განათლების ხარისხის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ნაწილში, ასევე იურიდიული კონსულტაცია, თუმცა ჩვენ ასევე პარტნიორობთ ძალიან საინტერესო და დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგიების დანერგვა კიდე ერთი დამატებითი, ასე ვთქვათ, უპირატესობა იქნება, რასაც ჩვენ როგორც სერვისი შევთავაზებთ მაგალითად ბიზნეს, იმიტომ რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება განათლების სივრცეში არის სწორედ მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ამას მაგალითად უკვე ნერგავს ChatGPT, Edu მაგალითად ინერგება ესტონეთში უკვე ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე და იმისათვის რომ მაგალითად ბიზნესებისთვის გამარტივდეს ეს პროცესი, ჩვენ პარტნიორობთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომლების იმედიც გვაქვს, რომ ჩვენ დაგვეხმარებიან, რომ ბიზნესს მივაწოდოთ ეს როგორც გამზადებული ერთ-ერთი როგორც საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარება, ციფრულ პლატფორმებს გულისხმობ, ასევე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სწორედ ამ სივრცეში. შემიძლია მაგალითის სახით გითხრათ, რომ მაგალითად USAID-ის ერთ-ერთი პარტნიორი გახლდათ სწორედ თეგეტა აკადემია, რომელმაც სწორედ ამ დახმარების სახით დანერგა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ სფეროსთვის, ავტო შეკეთების სფეროსთვის საოცარი ონლაინ სწავლების პლატფორმის ინტეგრირება მოახდინა თავის სასწავლო სივრცეში და პროცესში. ონლაინად სწავლიან ანუ ეს არის ვიდეო გაკვეთილები, რომელიც ჰოლანდიური კომპანიისგან იქნა შეძენილი, რომელიც მე ადაპტირდა და ითარგმნა ასევე ქართულად და საოცარი მექანიზმი არის იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს განათლება იყოს მაგალითად არა საკლასო განათლება, სადაც აუცილებელია რომ კონკრეტულად რაღაცა ორგანიზებულ სივრცეში შეხვიდე მაინდა-მაინც ერთ კონკრეტულ დროს, არამედ შენ გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ შენ სამსახურს რომ მორჩები, მერე როდესაც შენ გექნება დრო, დაუთმო და მოქნილობა ახასიათებს რა თქმა უნდა, დაუთმო დრო სწორედ აი ამ შენი კვალიფიკაციის ამაღლებას. ანუ ეს უბრალოდ მაგალითის სახით მოვიყვანე, მაგრამ ის რომ ტექნოლოგიების ინტეგრირება უნდა მოხდეს და ეტაპობრივად სწორედ ბიზნესიც ამას აკეთებს თავის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების პროცესში. აი ეს არის სწორედ მომავლის სიტყვა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ ნაწილშიც ვიქნებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მედიატორები და ერთ-ერთი ინიციატორები, სწორედ როგორ შეიძლება ზუსტად ვკითხულობდი ამ რამდენიმე დღის წინ, რომ აი ხელოვნური ინტელექტის უნარების განვითარების სივრცეში, იმიტომ რომ ვიცით, რომ უფრო მეტად კეთებაზეა ხო ორიენტირებული, შესაძლებელია თუ არა და ცხადია, რომ შესაძლებელია ისეთ სფეროებშიც კი, რომელიც მართლა კეთებით სწავლებას მოითხოვს, იქაც კი ძალიან დიდი სივრცეა სწორედ აი ამ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ნაწილში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აი ამ ნაწილშიც გვეყოლება დავიმატებთ გუნდის წევრებს, თუმცა ამ ეტაპზე მაგალითად ვფიქრობთ, რომ მოახლოეს კვირებში შემოგვიერთდებიან საერთაშორისო პარტნიორობაზე უფლებამოსილი და პასუხისმგებელი ადამიანები, ანუ ის სპექტრი, რომელიც ვთქვათ ამ სივრცეში ტრიალებს ადამიანებისა, მათ ახასიათებთ ძალიან ესეთი დივერსიფიცირებული უნარების მქონე ადამიანები არიან, როგორც ეკონომიკური განათლების, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდით, ასევე ვთქვათ რაღაცა უფრო ჰუმანიტარული მიმართულებით და განათლების სპეციფიკით და ვფიქრობთ, რომ გუნდის შეკრა სწორედ უახლოეს ამ ზაფხულს დასრულდება. პროცესია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ
ორგანიზაცია ჯერ სულ რაღაცა 3 კვირის წინ დარეგისტრირდა. პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ ფართო საზოგადოებას გავაცნოთ და ბიზნესს შევთავაზოთ პლატფორმის წევრობა. იმისათვის რომ ჩვენ მერე გქონდეს შესაძლებლობა რომ სწორედ არაფორმალურ სივრცეში მიწოდებული უნარების შესახებ თუნდაც ჯერ მარტო მონაცემები მოვაგროვოთ. იმიტომ რომ ქვეყანაში არაფორმალურ განათლებაში რა ხდება, არავინ არ იცის. ანუ არც რაოდენობრივი, არც ხარისხობრივი ნაწილი ეს ჯერჯერობით არის უცნობი, ვთქვათ, არ ხდება იმ სტუდენტების აღრიცხვა, იმ ადამიანების აღრიცხვა, ან პროფესიების აღრიცხვა, თუ რაში ხდება გადამზადება ბიზნესის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო სერვისების გავლით. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე საერთო სურათი შეიქმნას და რაც მთავარია, სახელმწიფოს, რომელსაც ყოველთვის უჭირს ბიზნესისგან მიიღოს ის ცოდნა, რომელიც არის სექტორული, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოს კვალიფიკაციების განვითარებისთვის დღეს რაც უჭირს, ცხადია ეს არის სექტორული ცოდნა, იმიტომ რომ განათლების მეთოდოლოგიებზე ასე თუ ისე განათლების სისტემას აქვს ეს რესურსი, რომ მან ინტეგრირება მოახდინოს ამ სხვადასხვა მეთოდოლოგიების, მაგრამ სექტორული ცოდნის ნაკლებობის ნაწილში ჩვენ მზად ვართ, რომ საჯარო კერძო პარტნიორობის ნაწილშიც ვიყოთ ერთ-ერთი დასაყრდენი მაგალითად სახელმწიფოსთვის, ჩვენ მივაწოდოთ მაგალითად ისეთი სიგნალები, როგორც არის ახალი კომპეტენციების გაჩენა, ახალი უნარების გაჩენა, რომ იმისათვის რომ ფორმალურ განათლებასაც რაღაცა გარკვეული სარგებელი ქონდეს სწორედ ამ არაფორმალურ სივრცეში გაჩენილი უნარების შესახებ. საჭირო რგოლი ჩნდებით ფაქტობრივად სისტემაში. ხო, მედიატორი, რომელსაც ექნება ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც აქამდე აკუმულირებულად არ არსებობდა. და აი დავამატებ თუ შეიძლება ერთგვარი შემავსებელი, ანუ ჩვენ რეალურად ვიქნებით ერთგვარი შემავსებელი იმ ერთგვარი გეფებისა, ეგრეთ წოდებულის, რაც შეიძლება დღეს არსებობდეს უნარების ეკოსისტემაში, იმიტომ რომ ყველა უწყებას და ორგანიზაციას მათ შორის სექტორულ ასოციაციებს, კომპანიებს, მათ გაერთიანებებს, სახელმწიფო სტრუქტურებს ყველას აქვს თავისი ნიშა და სრულიად უნიკალური როლი. მაგრამ ვთქვათ ბიზნესის მხრიდან ინიცირებული, ასე ვთქვათ, პროექტების, პროგრამების, ინიციატივების, რაღაცა უფრო ფართედ განხილვის, ადვოკატირების, აი ერთ-ერთი ამ პლატფორმის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ესეც არის, რომ ადვოკატირება გაუწიოს ისეთ საკითხებს და ისეთ საკითხების ბიზნესისთვის აქტუალურს, რაც შეიძლება სახელმწიფოს თვალთახედვით ისე აქტუალურად არ გამოიყურებოდეს, ან რომელიმე კონკრეტული ვიწრო პროფესიული ასოციაციის ჭრილში არ იყოს ესე მასშტაბურად დანახული, ხომ? აქედან გამომდინარე, ადვოკატირება და გარკვეული საკითხების ირგვლივ რაღაც ძალისხმევების გაერთიანება და კოლაბორაცია და კოორდინაცია, თანამშრომლობა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სტეიქჰოლდერებთან იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და აი რაც ირინამ აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც არის კვლევა, შეფასება, ანალიზი და მუდმივად, ასე ვთქვათ, გამოქვეყნება იმ ახალი ტრენდებისა, სიახლეებისა, გარკვეული ვთქვათ მიგნებებისა, რაც შეიძლება ამ საქმიანობის პროცესში გამოჩნდეს და ამაზე ფოკუსირება, ამაზე დისკუსია, ამის განხილვა და ამის ირგვლივ მსჯელობა, ვფიქრობთ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება ზოგადად ყველა ჩართული მხარისთვის, ვინც ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებულია უნარების ეკოსისტემასთან. ისე საინტერესოა, რომ სწორედ ამ ორგანიზაციას ქმნით ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურაშიც მუშაობდით და ფაქტობრივად ხედვა იქიდანაც იცით, როგორც ჩანს ეს ყველაფერი და შემავსებელი ძალიან სწორი სიტყვა იხმარეთ, გამოიყენეთ და ალბათ შეავსებს რეალურად. მე წარმატებას გისურვებთ ამ მიმართულებით, კითხვები ჯერ კიდევ მაქვს, ამიტომ მესამე ბლოკშიც გავაგრძელოთ საუბარი, ახლა სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა და დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდით ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. Global Idea და Financial წარმოგიდგენთ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის გამარჯვებულებს. Autotech დახმარება ჯუბა, Element Construction, Betec Pipexi, MBG Renti, Koskura ამწეების ქართული სერვის ჯგუფი, Geo Energy, Hisense HVAC Georgia, Toyota ცენტრი თბილისი, New Vision დაზღვევა, Victoria Security,
პროსერვისი, კორძაძის საადვოკატო ბიურო, რონიკო, ვაკის საცურაო აუზი, კაროტენი, ვიტაფეროლი, ფრანკო ფონტანა, PSP, ნესტლე, მონტესორის საბავშვო ბაღი, ფინო, ტაბექსი, სმაილ ქეარი, პასტა დელ კაპიტანო, ტანტუმ ვერდე, ხახაბო, ბრონკომაქსი, ვიტრუმ იმუნაქტივი, ლოტუსი, დორკო, ლოქსიტანი პროვანსიდან. საინფორმაციო მხარდაჭერა, რადიო კომერსანტი, FM 95.5, პუბლიკაჯი, ჟურნალი გლოსი, ოქროს ბრენდის პარტნიორი, შატო სვანიძე. სილკპოსტი, სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდი გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. დაგეგმე საოჯახო დასვენება სასტუმრო ჯორჯია პალასში. ისარგებლე სამჯერადი კვებით და შეუქმენი ყველა პირობა ოჯახის წევრებს დაუვიწყარი ზაფხულის დღეების გასატარებლად. შთაგონებით ჩვენ ვქმნით თქვენს ზღვისფერ მოგონებებს. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. დეტალებზე დაგვიკავშირდით 577 24 24 25. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად შეგახსენებთ Skills Up Network-ის თანადამფუძნებელი ირინა წეროძე და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სამხარაძე საუბრობენ ჩვენთან სტუდიაში. წეგან სფეროებზე ვსაუბრობდით, ძალიან საინტერესოა ამ კუთხით, თუ გაქვთ უკვე გარკვეული კვლევები, კი სულ რაღაც სამი კვირაა თქვენი ორგანიზაცია დაფუძნდა, მაგრამ დაახლოებით რომ გითხრათ რომელი სფეროს წარმომადგენლები უფრო დაინტერესდნენ და შეზღუდვები ხომ არ არის რაიმე ტიპის, ყველას შეუძლია, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოგმართოთ და აუცილებლად მინდა დაგვიტოვოთ, სად მოგმართონ ამ ორგანიზაციებმა, რადგან კომერსანტს ბიზნესი უსმენს და ძალიან აქტიურად, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კი ბატონო, ესე იგი სექტორებს რაც შეეხება, როგორც ვახსენე, რამოდენიმე კომპანია ვახსენე, სოფლის მეურნეობის მიმართულება და ასევე ტრანსპორტი. ანუ ის სექტორები მაგალითად, რომელიც ხასიათდება უფრო მეტად განვითარებული სექტორები, რომლებიც ასაქმებენ სწორედ და მსხვილი დამსაქმებლები, სადაც ოპერირებენ. ვფიქრობთ, რომ სერვისის სფეროდან კომპანიები, რომლებთანაც ჰქონდა შეხვედრა, ტრანსპორტის სფერო, რომელიც ვახსენე, ტურიზმის მიმართულება, ICT, სწორედ ამ დღეებში გვაქვს კიდევ შეხვედრა და დაგეგმილი მათთან, ასევე ჯანდაცვის სექტორი, რომელსაც უდიდესი პრობლემა აქვს ექთნების და ხო, აი ეს სფეროები ვფიქრობთ, რომ იქნება საკმაოდ კარგად დატვირთული, თუმცა კრეატიული ინდუსტრია, რომელიც ახლახან შემოგვიერთდა, ერთ-ერთი საოცარი კომპანია, რომელიც ჰოლივუდს უკეთებს გარკვეულ პროექტებს ფილმების ხმის დიზაინის ნაწილში, რომელსაც აქვს საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები და უფრო ისეთი ჩვენ გვინდა რომ ჩვენი პლატფორმის წევრები იყვნენ სწორედ ესეთი პროგრესულად მოაზროვნე კომპანიები, რომლებიც არა მხოლოდ ლოკალურ საქართველოს ბაზარზე აპირებენ ოპერირებას, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მაგალითად, როგორც ვთქვათ, სხვა კონტინენტზე, ასევე ევროპის მასშტაბითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვთქვათ, აი ამ ჩვენი საქმიანობის პერიოდში აღმოჩნდა, ძალიან ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ჩვენ მქონდა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პლატფორმაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში, სადაც ხდებოდა სწორედ უშუალოდ ხელმძღვანელებთან საუბარი და კოორდინაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო მიგნებები ჰქონდათ მათ ისეთი, რომელიც მე მანამდე როგორც ვთქვათ, განათლების სპეციალისტს არ მქონდა და ეს ერთ-ერთი იყო მაგალითად ესეთი, რომ შენ თუ შენს კომპანიაში გაქვს ინტეგრირებული განათლების მიმართულება, ან გაქვს მაგალითად შიდა ტრენინგ ცენტრი ან აკადემია და
აქ კარგად გრძნობ თავს, კომფორტულად გრძნობ და ამ ყველაფრის განვითარებას აპირებ, შენ აბსოლუტურად სხვანაირად პოზიციონირდები საერთაშორისო ბაზარზეო. ანუ აი ეს გრძნობები და ეს ემოციები ქონდათ მათ. იმიტომ რომ მათთვის მაგალითად ადამიანების რაღაცა კოჰორტის და community-ს განვითარება იმ სპეციალისტების, რომლებიც ქმნიან აი ამ პროდუქტებს, რომელშიც ეს ბიზნესი ოპერირებს, ნიშნავს მისი ბიზნესის განვითარებას, მერე სექტორის განვითარებას და თუ სექტორი ქვეყანაში არ არის განვითარებული, მას უჭირს საერთაშორისო ბაზარზე დაპოზიციონირდეს როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი კომპანია და მოიზიდოს მაგალითად ინვესტორები. ამიტომ აი ამ ბიზნესური თვალთახედვიდან კიდე სხვანაირად უყურებს ბიზნესი ამ ყველაფერს, ხო? აი ეს ბიზნეს მოდელები, ამ ბიზნეს მოდელების კვლევა, აი ამ მიმართულებების კვლევა იმდენად საინტერესო ანალიზი იძლევა, რომ ჩვენ შეიძლება საერთოდ მომავლის, ასე ვთქვათ, რეფორმის ძირითადი პრიორიტეტების კი ამოვიკითხოთ, თუ კი ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის საჯარო კერძო პარტნიორობა და კერძო სექტორის ჩართულობა. აი, ესეთი ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სხვანაირად უყურებენ და იძახიან, რომ ჩემთვის განათლების სერვისი არის კომერციული სერვისი, ჩვეულებრივად, და მე თუ ამას მოვახერხებ, რომ მე ეს სერვისი მომგებიანად გავყიდო, მე აქ დიდხანს დავრჩები ამ ბაზარზე და ვიქნები ისეთი პროდუქტის, ისეთი სერვისის მიმწოდებელი, რომელიც არის საკმაოდ კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის, იმიტომ რომ მე მინდა შევინარჩუნო ეს პოზიციონირება, რაც მე მაქვს. ანუ აი ესეთი ტიპის ანალიზი გაძლევს იმის საშუალებას, იფიქრო, რომ პატარა მხარდაჭერით გარკვეული საერთაშორისო მაგალითად პარტნიორების მოძიებით მათთვის შენ შეძლებ, რომ განათლების ხარისხიც აამაღლებინო აქ და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემატიკა, რაც ბიზნეს დღეს აქვს, არის რომ ფიზიკურად ადამიანების პოვნა, რომლებსაც გადაამზადებს. ეს კიდე ცალკე პრობლემაა, რომელსაც ვფიქრობთ, რომ აი ამდენი საუბრით, ამდენი პლატფორმების გამოყენებით შეიძლება საქართველოში არსებული სამუშაო ძალის დაინტერესება კიდევ უფრო გავზარდოთ სწორედ ბიზნესის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო სერვისებით, იმიტომ რომ ადამიანები ამ ბიზნესის ჩართულობით განხორციელებულ საგანმანათლებლო სერვისს აბსოლუტურად სხვა თვალით უყურებენ, ვიდრე ასე ვთქვათ, ფუნდამენტურ განათლებაში მათ შესვლას. იქ უფრო სკეპტიციზმი არის, იმიტომ რომ 2-3 წელი მაგალითად არ მინდა, რა დროს ჩემი სწავლა, ზრდასრულების ნაწილში და აქ ეს მიმართულება, რომელიც უფრო მოკლევადიანია, მგონია რომ თანაბრად საინტერესო არის სწორედ ახალგაზრდისთვის და ზრდასრულისთვისაც და ეს არის შეიძლება ის გარდამავალი ეტაპი, რომელიც საჭიროა დღეს შრომის ბაზარისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი პროვაიდერი გავაჩინოთ ქვეყანაში და მივაწოდოთ დავბომბოთ შრომის ბაზარის სხვადასხვა მომავლის პროფესიებით, თუნდაც ეს იყოს ჯერჯერობით ვიწრო სპეციალიზაცია. დიდი მადლობა. თამარ, თქვენთან გადმოვალ ირინა მახსენა საუბარში საერთაშორისო ბაზარი და ძალიან საინტერესოა ის და ისევ სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით, როგორი ხედვა გაქვთ ამ კუთხით და რაიმე თუ იგეგმება დამატებით რომ გითხრათ. მეც მინდა ირინას გავაგრძელო, ასე ვთქვათ, ირინას დაწყებული ხაზი, რომ ბოლო პერიოდში მქონდა რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება და ერთ-ერთ მოტივად, რატომაც ისინი ფიქრობენ ტრენინგ ცენტრის დაფუძნებას, არის სწორედ კომპანიის ინტერნაციონალიზაცია, რომ მსხვილი, ვთქვათ, ფინანსური ფონდები, რომლებიც, ვთქვათ, გასცემენ სესხს, ან ქმნიან პლატფორმებს, რომელშიც გაწევრიანებაც პრესტიჟულია ადგილობრივი კომპანიისთვის, გარკვეულ წინაპირობად აყენებენ კომპანიის მხრიდან სამუშაო ძალის განვითარებაში, ძალისხმევის გაწევას და წინაპირობად უყენებენ მათ ამ ტიპის ტრენინგ ცენტრის თუ თანამშრომელთა განვითარების პროგრამების არსებობას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ორგანიზაციას აქვს ორი მიზანი, ვთქვათ, ერთი დაეხმაროს ამ ტიპის კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში, რომლებსაც ასევე შეიძლება ჰქონდეთ სასწავლო ტრენინგ ცენტრები და შეძლონ მათ გამოცდილების გაცვლა და გაზიარება ერთმანეთთან და მეორე უშუალოდ ჩვენ როგორც თანამშრომლობის პლატფორმა მოვიძიოთ და ვითანამშრომლოთ ჩვენი ტიპის ორგანიზაციებთან, რომლებიც მრავლად არსებობენ საერთაშორისო დონეზე და ვფიქრობ, რომ მათი გამოცდილებაც, ვთქვათ, როგორია
როგორ გამოიყურება ვთქვათ ამა თუ იმ ქვეყნის გამოცდილება ამ მიმართულებით, როგორ თანამშრომლობენ ისინი ბიზნესებთან, სახელმწიფოსთან, აი ძალიან საინტერესო იქნებოდა. ამ კუთხით ჩვენ თანამშრომლობთ და გვინდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ განათლების და უნარების განვითარების მიმართულებით საქმიანობს, არამედ კერძო სექტორის განვითარების და ამა თუ იმ ვთქვათ ეკონომიკური დარგის განვითარების კუთხით, იმიტომ რომ ყველა ესეთ მასშტაბურ პროექტს აქვს სამუშაო ძალის განვითარების თუნდაც მცირე კომპონენტი და ვფიქრობთ, რომ ეს კოლაბორაცია და თანამშრომლობა იქნება ძალიან შედეგიანი და ეფექტიანი სამომავლოდ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ და დავუბრუნდებით ჩემ კითხვას, სულ 1 წუთი დაგვრჩა რეკლამამდე და გთხოვთ გითხრათ როგორ გიპოვოთ ბიზნესმა. ამ ეტაპზე ჩვენ ვამუშავებთ ჩვენს Facebook გვერდს და LinkedIn-ის გვერდს. პირადად დაკავშირება იქნება ყველაზე ოპტიმალური ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ირინა წეროძე, თამარ სამხარაძე, ნელი რევაზიშვილი და მოგვწერონ ჩვენ პროფესიული განათლების ნავიგატორს და გაცნობებთ, გაგიზიარებთ მათ კოორდინატებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ჩვენ მსმენელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ Skills-Up Network-ის თანადამფუძნებელი ირინა წეროძე და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სამხარაძე. მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად.